დასავლეთ საქართველოს ტენიან დღეებში იმალება სამყარო, რომელიც ბევრს არც კი სჯერა, რომ არსებობს. წყალი აქ არასდროს შრება, ის უხმოდ მიედინება. უძველეს ფესვებს შორის იმავე გზებით, რომლითაც საუკუნეების წინ მიედინებოდა. ხეებს ხავსი ფარავს ისე, თითქოს დრო აქ სხვა ტემპით მიდის. ყოველ დილას ნისლი ბრუნდება, ტოვებს ნამს ფოთლებზე და იწყებს ახალ ციკლს. იმავე თანმიმდევრობით, როგორც ყოველთვის. ჩვენ ვიხილავთ მეტოქეების საოცარ ბრძოლას ამ მიწაზე დასამკვიდრებლად. მათ აღზევებას და დაცემას. ვინ განაგებს ჭაობის სამეფოს? სიცოცხლე ჭაობში. ამ ტენიან ჯუნგლებში სიცოცხლე ჩუმია, მაგრამ დაუღალავი. წერები ტალახიდან ამოდიან. ბაყაყების მრავალი სახეობა წყალში იმალება. ფრინველები იძინებენ ტოტებზე, რომლებიც მუდამ მსველია. სიკვდილს კი დაბადება მოსდევს. ყველა მოძრაობა, ყოველი ხმა ნაწილია ეკოსისტემისა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს ადგილი, რომელსაც კოლხეთის დაბლობის სახელით ვიცნობთ, მსოფლიოს რუკაზე ძალიან პატარაა, მაგრამ ეკოლოგიურად ერთ-ერთი უძველესია მთელს კონტინენტზე. აქ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვნახოთ ის, რაც ევროპამ დიდი ხნის წინ დაკარგა. ეკოსისტემა, რომელიც ცოცხლობს ისე, როგორც ათასობით წლის წინ. კოლხეთის დღე არასდროს ჩერდება. ის ცოცხალია დღისით და ხამით, წვიმასა და სიცხეში, საუკუნეების განმავლობაში. ეს არის სიცოცხლის უწყვეტი რიტმი. აქ არ არსებობს დასაწყისი და დასასრული, მხოლოდ გადარჩენა. ჩვენი ექსპედიცია მდინარე ფიჩორას აუზისკენ მიემართება. სწორედ აქ იშლება ნამდვილი სუბტროპიკული ჯუნგლების სურათი.
წყალთან შეზრდილი და შესისხლხორცებული ხეები, ასობით სახეობის ბალახი და მცენარე ამაზონის აუზის პეიზაჟს აცოცხლებს. ჩვენ კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ წყლებში მივემართებით. აქ ყველაფერი იწყება ტენიანობით და მრთავდება ტენიანობით. წვიმა შეიძლება იწვევდეს მოვლენას, რომელიც აქ ეკოსისტემას კვირაობით შეიძლება ცვლიდეს. ეს ტენიანობაა, რომელიც ბუნებას აქ მიძინების საშუალებას არ აძლევს. როცა დილა მოდის, კოლხეთის ტყე ნელა იღვიძებს. წვიმის წვეთები ტოვებენ ბალახზე ნამს და ამ მცირე წვეთებში იწყება ცხოვრება. ჭაობში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. წყალი კვებავს მცენარეებს. მცენარეები ქმნიან თავშესაფარს მწერებისთვის, ხოლო ისინი თავის მხრივ ცხოველთა უსასრულო ჯაჭვის ნაწილია. ყოველი დღე აქ ბრძოლის ნაწილია. ბრძოლა საკვების, ადგილის და სიცოცხლის გაგრძელებისთვის. მაგრამ ამ ბრძოლას ხმაური არ ახლავს. ბუნება მუშაობს უხმოდ და ზუსტად. ამფიბიები თითქოს უმნიშვნელო არსებები. სინამდვილეში ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ისინი იმავე წყალში ცხოვრობენ, რომელიც მათ კვებავს და ზოგჯერ შთანთქავს კიდეც. წყალქვეშ მცენარეების ფესვებში ასობით სახეობა მოძრაობს. მიკროსკოპული ორგანიზმებიდან დაწყებული პატარა თევზებამდე, რომლებიც მხოლოდ ამ ეკოსისტემაში გვხვდება. ფრინველები მოდიან და მიდიან სეზონების მიხედვით. ზოგისთვის კოლხეთი მხოლოდ შეჩერების წერტილია. გზა შორეული აფრიკიდან ევროპისკენ. მაგრამ სხვებისთვის ეს სახლია. წყლის ზედაპირზე სფაგნუმის ხავსი ირწევა. ეს პატარა ორგანიზმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აგროვებს ტენიანობას და ქმნის ტორფის ფენებს, თავად სიცოცხლის არქივად იქცევა. შორიდან ბაყაყების გრგვინმა და ჭრიჭინების მონოტონური ხმა ქმნის ჰარმონიას. ფიჩორას აუზი არა მხოლოდ წყლის, არამედ სიცოცხლის ციკლის გზაა. დაბადებიდან დაშლამდე, სიკვდილიდან აღორძინებამდე. მდინარე ფიჩორას გასწვრივ, სადაც ახლა ჩვენ მივემართებით, არის რელიქტური ტყეების უდიდესი ნაწილი, რომელსაც უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მურყანი, რომელიც ტორფიან ნიადაგში თავს საუკეთესოდ გრძნობს კოლხური ბზა
და სხვა რელიქტური მცენარეები. ლიანები, რომელიც აქ ასევე მრავლად არის, თავს ამაზონის ჯუნგლებში მოგაგონებთ. ჩვენს ტერიტორიაზე აი ფლორის 300 სახეობაზე მეტია, მაგრამ 24 აქედან არის გლობალური მნიშვნელობის. უმრავლესობა ბალახეული ერთგვარი პარადიგმაა ეს. აი ეს მუხას რამდენიმე სახეობა არსებობს, ეს არის ქართული მუხა, იმერული მუხა, პონტოს მუხა, მაგრამ ჩვენთან კოლხური, ანუ ეს მუხა პირდაპირ ჭაობში იზრდება, ფესვთა სისტემა აქვს ჭაობში. ახლა მასიურად შეიძლება ოდესღაც იყო ეს მუხის ტყეები, ეს რელიქტური მცენარეების ასეთი მასიური გავრცელება დღეს არ შეიმჩნევა, ეს უკვე ანთროპოგენური მიზეზია, ოღონდ ეს სანამ ეს პარკის ტერიტორია შეიქმნებოდა, მანამდე იყო ეს ჩარევები, რაც შეიქმნა იმის მერე ეს მკაცრად დაცულია ამ შემთხვევაში. კოლხეთის ჭაობში სიცოცხლე საკუთარი წესებით ყვავის. აქ, სადაც წყალი და მიწა თითქმის ერთი სუბსტანციაა, აღმოცენებულია ისეთი სახეობები, რომლებიც თითქოს ჩრდილოეთის ტყეებიდან გადმოსახლდნენ. $9,000 ჰექტარი ტერიტორია გვაქვს, მიუხედავად იმისა 12 რეინჯერია. თავიდანვე ვიწყებთ დილას იმით, რომ ინფორმაციას ვღებულობ რეინჯერებისგან, რა სიტუაცია ტერიტორიებზე, ტყეებში. მაქსიმალურად დღე ისე არ გავა, რომ რაღაცა იმდენი სილამაზე არ შევამჩნიოთ. რაღაც ვაკვირდებით მცენარეებს, რამე დაავადებები ხო არ გააჩნიათ. მოძრაობთ ამ ჭაობებში, რომ აღმოვაჩინოთ რამე თუ ნახეთ ისეთი თუნდაც წითელი ნუსხის, ვაყენეთ ფოტოხაფანგებს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცხოველების გადაადგილება ნახოთ, ფრინველების. სფაგნუმის ხავსები ქმნიან რბილ, ტენიან საფარს, რომელიც ნელა აგროვებს წვიმის წვეთებს და ინახავს ტენიანობას მთელი წლის განმავლობაში. ამ ხავსებს შორის იზრდება მრგვალფოთოლა დროზერა, მცენარე, რომელიც მტაცებელია. მისი წებოვანი ფოთლები პატარა მწერებს იჭერს და ბუნების მიკროსამყაროში ციკლის კიდევ ერთ რგოლად იქცევა. გვერდით ალპური ზონის მცენარეები, ისლი და შქერი, თითქოს მთებიდან ჩამოსული სტუმრები არიან, რომლებიც ზღვისპირა ტორფნარებში ახალ ცხოვრებას მოულობენ. ახლა უკვე ღრმა ჯუნგლებში ვართ. ფიჩორას ჰაუზის სიღრმეში ვიწრო არხების განშტოებებია. ეს სისხლძარღვები მთავარ აუზს როგორც არტერიას ისე უერთდება. ნაპირზე გადასვლა არც ისე მარტივია. ნიადაგის ველია, ერთი არასწორი მოძრაობა და მასში წელამდე ჩაეფლობი. აი ამ ტორფნარებში გადაადგილება რამდენად რთულია თქვენთვის, აი ვიცი რომ აი ხშირად გიწევთ ამ ადგილებში გადაადგილება. რა თქმა უნდა, სირთულე. თავისი წესებიც აქვს, რა თქმა უნდა. როგორია მოძრაობთ, გვაქვს დაცული ყველაფერი. თუ ძალიან ისეთი ახლა სპაგნიუმებში და ამაში მომდევნო სპეციალური თხილამურები გვაქვს, ჭაობის თხილამურები, მაგით მოძრაობთ. უშუალოდ უკვე როგორ ამდენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვიცით რომ ბილიკები სადაა მყარი ნიადაგი და ისე გადავადგილდებით, რომ არ მოხდეთ ისეთ ჭაობიან ადგილზე, მაგრამ თვალთა ხედვით მაინც ხედავთ რა.
დაჭაობებულ ტყეებში იშვიათი სიხშირით ჩნდება მურყანი, ლაფანი და უძველესი მუხები. რომლებსაც ქვეტყის სიბნელეში ეხება მარადმწვანე საფარი, კოლხური სურო და სხვა ლიანები. ხოლო იქ, სადაც ჭაობი ნელ-ნელა გადადის ქვიშიან ზოლში, იწყება ახალი სიცოცხლის ზონა. დიუნების ეკოსისტემა. ეს გარემო ერთმანეთში გადახლართული ეკოსისტემების ქსელია, სადაც ჩრდილოეთისა და ზღვისპირეთის ბუნება ერთიანდება და ქმნის კოლხეთის უნიკალურ, თითქმის მითიურ სიცოცხლეს სუბტროპიკში. სწორედ ამ უნიკალურობის გამო 2021 წლის 26 ივლისს კოლხეთს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს იყო საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ აქ დაცულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პლანეტის საერთო მემკვიდრეობა. ჭაობიანი ტყე. ეს არის გარდამავალი ზონა ხმელეთსა და წყალს შორის, სადაც ეკოსისტემის სტაბილურობა დამოკიდებულია ტენიანობის მუდმივ ბალანსზე. ეს ადგილი ჯერ კიდევ პრეისტორიული ჰოლოცენის ხანის გარემოს მოგაგონებთ. მისი მნიშვნელობა ჯერ კიდევ 1947 წელში იქნა გაგებული როგორც ევროპის რელიქტური გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა და ადგილი, რომელიც გადამფრენი ფრინველებისთვის არის ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარი, როგორც მათთვის, ასევე ამფიბიებისთვის და იხტიოფაუნისთვის. საქართველოს ჭაობების 60% აი ჩვენს ტერიტორიაზე მოიაზრება. აქ ხდება რელიქტური ფლორის ნაშთები. აი წარმოვიდგინოთ დაახლოებით რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი ერა, როცა ევრაზიის კონტინენტი ჩრდილოეთ ნაწილი დაფარული იყო ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეულობით, დაიწყო კაინოზოური ერის მესამეულ პერიოდში მეოთხეული გამყინვარება, იქ არსებული ფლორა გააქრა, მაგრამ ვინაიდან საქართველოს და უშუალოდ კოლხეთს გამყინვარება არ შეხებია, ეს ფლორა პოვა აქა რეფუგიუმი, ანუ თავშესაფარი და იმ წინანდელი დიდებული ფლორის ნაშთებს ჩვენ ხვდებით, ოღონდ ფრაგმენტების სახით მდინარე ფიჩორისა და მდინარე ჭურიის ხეობაში. ეს იყო 1000 წლების წინ, როდესაც კავკასიონი მაღლდებოდა, ზღვა მიდიოდა, მოდიოდა, ამ რყევების შედეგად რყევებმა წარმოშვა ქედი, ამოიმართა. ეს არის დიუნა, რაც ეხა ბიომრავალფეროვნება გვაქვს. იქ ზღვა იყო. შემდეგ მდინარეებმა, მთებიდან მოსულმა მდინარეებმა ეს გამოიწვიეს ამ წყლის გამტკნარება. მეოთხეული პერიოდის გამყინვარება იყო მხოლოდ კავკასიონზე და ქვემოთ დაბლობში არ ყოფილა. ეს იყო ხანა დინოზავრების დროინელი კაინოზოური ეპოქა. და მე უკვე, როდესაც ჩრდილოეთში იყო გამყინვარება, იქ ის მცენარეები და მიგრირება დაიწყეს სამხრეთისაკენ. რეფუგიუმს უწოდებენ მას და ამ რეფუგიუმმა შემოინახა ის მცენარეები, რომლებიც გადაშენდნენ და ამოწყდნენ ჩრდილოეთში. ჟანგბადის დაბალი შემცველობა ზღუდავს მცენარეთა ზრდას. ამიტომ დომინირებენ სახეობები, რომლებიც მორგებულნი არიან ანაერობულ პირობებზე. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია იფანი. სახეობა, რომელსაც ფესვთა სისტემაში აზოტფიქსირებული ბაქტერიები ჰყავს და შეუძლია არსებობა ჟანგბადით ღარიბ ნიადაგში.
ველური ტირიფი და ხშირი სურო, რომელიც ამრავლებს ტყის სირთულეს და ამცირებს სინათლის შეღწევას ქვედა საფარამდე. აქ მცენარეებმა ისწავლეს როგორი ცხოვრონ იქ, სადაც შანგბადი იშვიათია. ხოლო სინათლე ნესტითა და ნამით გაშხენთილი ფოთლების მეშვეობით მუდმივად გაფილტრული. აი შეხედეთ, როგორი არის სიცოცხლე სუბტროპიკებში და როგორ მჭიდრო ურთიერთკავშირშია ამ გარემოში ერთმანეთთან ეს მთლიანი ეკოსისტემა. როგორც ხედავთ, ნიადაგი მთლიანად არის ღრუბელივით და გაჯერებულია წყლით. ხოლო მცენარეები ხელს უშლიან ეროზიას. დამპალი და გამომშრალი ორგანული მასალა უერთდება თვითონ ამ ნიადაგს და ანაყოფიერებს მას. ტყის სტრუქტურა მრავალფეროვანია. ზედა ფენა შედგება მაღალი, ტენიანობისადმი გამძლე ხეებისგან. ქვედა ფენას კი ქმნიან ტენიან გარემოზე მორგებული ბალახოვანი მცენარეები. ტყის სიჩუმეში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც თვალით თითქმის არ ჩანს. ეს არის ბრძოლა სინათლისთვის. ნელი, მაგრამ შეუმჩნეველი ომი მცენარეებს შორის. ლიანები. ეს თითქოს უწყინარი მცოცავი მცენარეები სინამდვილეში ტყის ყველაზე კეკლუცი კონკურენტები არიან. ისინი ფესვებით მიწას ეჭიდებიან, მაგრამ მათი მიზანი ზემოთაა. იქ, სადაც მზის სხივი აღწევს. და იმისთვის, რომ იქამდე მივიდნენ, ისინი იყენებენ სხვებს, ხეებს, როგორც ცოცხალ კიბეებს. მათი იერიში ძალიან ნელია. ჯერ ერთი თხელი ღერო ეხვევა ტოტს, შემდეგ მეორე, შემდეგ ათეულობით. წლების განმავლობაში ისინი სქელდებიან, ქერქში იზრდებიან და ბოლოს მასპინძელ ხეს ახრჩობენ. ხე იღუპება ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. ბუნების წესებში არ არსებობს ბოროტება, მხოლოდ სტრატეგია. ასე მუშაობს კოლხეთის სველი ტყის ერთ-ერთი უძველესი კანონი, სიცოცხლე, რომელიც სხვების ხარჯზე იზრდება. ცოცხალი ეკოსისტემებია. ჩვენ კოლხეთს ცოცხალი გეოლოგია გვაქვს. არ არის, ანუ პროცესები მიმდინარეობს, არ ვიცით კიდე რა სურპრიზებს გვიმზადებს მომავალში. ჭაობიან ტყეებში მიკროკლიმატი სტაბილურია. ტემპერატურის ცვალებადობა მცირეა. ტენიანობა კი მაღალი. საშუალოდ 85-95%. ეს პირობები განსაზღვრავს ცხოველთა გავრცელებასაც. ამ არამდგრად მიწაზე, სადაც ერთ დროს ადგილობრივი მცენარეები ქმნიდნენ სიცოცხლის წონასწორობას, შეუმჩნევლად ვრცელდება ერთი უცხო სტუმარი. ოქროს წყებლა. მისი სუსტი, მაგრამ გამძლე ღეროები ნელ-ნელა იპყრობენ ჭარბდენიან მინდვრებს. ყოველ გაზაფხულზე იგი უფრო მაღლა იზრდება, უფრო ფართოდ შლის ყვავილებს და მზის ქვეშ მყარად იკავებს ადგილს, სადაც ოდესღაც ადგილობრივი სახეობები ბატონობდნენ. როცა უკვე საცხად ჩემი დაკვირვებიდან გამომი მე 6 წელიწადია უკვე მასიურად მოვედო მთლიანად ყველაფერს არა მარტო შეიძლება საფრთხე შეუქმნას უფრო მეტად? შესაძლებელია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოქროს წყებლა აქ შემთხვევით მოხვდა. სავარაუდოდ გადამფრენმა ფრინველებმა მისი თესლი ფრთებს წამოაყოლეს და ჩრდილოეთიდან ჩამოიტანეს.
მაგრამ შემთხვევითი შეხვედრა მალევე იქცა ეკოლოგიურ დომინაციად. მცენარე, რომელიც თითქოს ერთი სეზონის სტუმარი უნდა ყოფილიყო, ახლა მყარად ფესვგადგმულია და სხვა სახეობებს ნელა, შეუმჩნევლად თრქუნავს. ეს მცენარე ოქროსწყებლაა. ეს გახლავთ ინვაზიური სახეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემოსულია და აქ გაბატონებული. ვარაუდობენ, რომ ის გადამფრენმა ფრინველებმა შემოიტანეს აქ. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარემ ფაქტობრივად სხვა მცენარეებზე საკმაოდ დიდი დომინირება მოიპოვა. არსებობს კიდევ სხვა მცენარეები, რომელსაც გაჩვენებთ, რომელთაც ასევე მოიპოვეს დომინირება სხვა მცენარეებზე და მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკოსისტემის ეს ბალანსი დაიცვან. ის ძალიან სერიოზული და საშიში მეტოქეა და მიზეზი მარტივია. ოქროსწყებლა არ ცნობს საზღვრებს. მის თესლებს ქარი 100 მეტრზე ფანტავს. ნიადაგში კი მათ წლების წინავთ, სანამ პირობები სრულყოფილი არ გახდება. როდესაც მცენარე ერთხელ მაინც გაფესვიანდება, მისი ფესვები იმდენად ღრმად აღწევს მიწაში, რომ სხვა ბალახებს აღარ უტოვებს არც შუქს, არც სინოტივეს, არც სივრცეს. მას არც ცეცხლის არ ეშინია. ის შეუბრალებელი კონკისკადორი და დაუნდობელი დიქტატორია, რომელიც თითქოს ბუნების წესებს არღვევს. იქ, სადაც ის ჩნდება, ეკოსისტემა თანდათან ერთფეროვანი ხდება. და ახლა, როცა ოქროსწყებლა თითქმის ყოველი ტორფნარის კიდეს ფარავს, კოლხეთის რეინჯერები და ეკოლოგები ცდილობენ დაიცვან ის, რაც ჯერ კიდევ ადგილობრივია. ბუნების ერთი ბინადარი ნელა და ფრთხილად მიიპარება სანადიროდ. თითქოს იცის, რომ ყოველი მოძრაობა გადარჩენის საკითხია. წავი. ჭაობის ნიადაგის და მდინარის გაერთიანებული ელემენტი. ეს პატარა არქიტექტორი, რომელიც ადრე კოლხეთის მდინარეებსა და ჭარბდენიან არხებში ჩვეულებრივობა იყო, ახლა ძლივს გვხვდება. ზამთრები, წყლის დაბინძურება და გამლაშება ყველაფერი ერთად ანადგურებს მის საცხოვრებელ გარემოს. დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ადგილობრივი რეინჯერები მისი არსებობის დამტკიცებას ვერ ახერხებდნენ. და როცა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მისი გამოჩენა შენიშნეს, ეს ნიშნავდა უფრო მეტს, ვიდრე ერთი გადარჩენილი სახეობა. ეს არის ნიშანი, რომ წყალი კვლავ სუფთაა, რომ ეკოსისტემა კვლავ სუნთქავს. წავის გაქრობა სხვა მეტოქის გამოჩენამაც გამოიწვია. წლების წინ კოლხეთის ჭაობებში ახალი ბინადარი გამოჩნდა. ნუტრია, შემოყვანილი ცხოველი. მაგრამ ეს ექსპერიმენტი გარემოსთვის სხვა შედეგით დასრულდა. ნუტრია სწრაფად მოერგო ახალ პირობებს. მისი გამძლე ბეწვი და მდინარისპირა ცხოვრების სტილი იდეალურად შეერწყა კოლხეთის ტენიან კლიმატს. მალე ის გახდა ჭაობის უპირობო ბინადარი.
ძუძუმწოვრებიდან მოწყვლად, გლობალურად მოწყვლადი ორი სახეობა, ეს არის მეჰელის, ცხვირნალაის, ღამურას სახეობა და წავი. წავი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობაცაა ამავე დროს. ახლა წავის რაოდენობა საგრძნოდაც შემცირებულია, მიზეზი ეს არის ინვაზიური სახეობა ნუტრიას შემოყვანა. ნუტრია როცა გავრცელდა კოლხეთის დაბლობზე, როცა შემოიყვანეს მასაც მისი დანიშნულება ჰქონდა, ორივე ჭირდება ერთნაირი ჰაბიტატი. ერთნაირი საკვები გარემო, არა, საკვები გარემო იმდენად, რამდენადაც საცხოვრებელი გარემო და ამ ნუტრიამ განდევნა წავი. წავის რაოდენობა შემცირებულია, ისე არის. შეძლებენ ისინი თანაარსებობას. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა დგას კოლხეთის ეკოსისტემის წინაშე. თეორიულად ბუნება ყოველთვის ეძებს ბალანსს. იქ, სადაც ერთი სახეობა მძლავრობს, სხვები სწავლობენ ადაპტაციას, იცვლიან ქცევას, საკვების ძიების გზებს და გადაადგილების არეალებს. მაგრამ წავისა და ნუტრიის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. აქ ინვაზიური სახეობის ნუტრია ერთთა იგივე ჰაბიტატს მარობენ, წავი და ნუტრია და იმდენად განვითარდა უფრო ნუტრიისთვის, უფრო გამოდგა ეს საცხოვრებელი და განაძევა, ხო ეს? ნუ ასე გამოდის, მაგრამ წავი არის წყლის ინდიკატორი, როცა წყალზე სისუფთავეა, მაგ შემთხვევაში ცხოვრობს იქა წავი და აჰა, შეიძლება ითქვას, რომ წყლის რაღაც დონით დაბინძურებამაც გამოიწვია მისი ნუ ეს კი მაშინ ეს 80 საათიანებში იცით ყველაფერი მასიურად აგიჭრებოდა, ყველაფერი ნადგურდებოდა და რაც დაცული ტერიტორია გახდა, მის შემდეგ ბევრად ბუნება დაიცვა, უფრო გასუფთავდა ყველაფერი. რეინჯერები და მეცნიერები ახლა აკვირდებიან პროცესს. ეს კითხვა ჯერ უპასუხოდ რჩება. შეძლებენ კი ისინი თანაარსებობას, თუ ეს ბრძოლა უკვე დასრულებულია. ერთ დროს კოლხეთის სანაპიროზე და მდინარეების შესართავებთან სიცოცხლე სიუხვით თუღდა. არქივის მონაცემებით აქ ხრტილოვანი თევზების 7, ხოლო ძვლოვანი თევზების 81 სახეობა ფიქსირდებოდა. ისინი აკონტროლებდნენ კვებითი ჯაჭვის ქვედა საფეხურზე მყოფი ორგანიზმების ბალანსს და თავად კი მტაცებლების საკვები იყვნენ. დღეს სამწუხაროდ სურათი სხვაა. ბატონო მზერ, თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ ამ წყლებში არსებულ ეკოსისტემას და ფლორას და ფაუნას. რა შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შეიცვალა ბოლო წლებში, ან რამდენად შეიცვალა აქაური გარემო, როგორც ეკოსისტემის, ფლორის, ფაუნის და ასე შემდეგ. რაც დაცული ტერიტორია გახდა, მის შემდეგ იმდენად დაცულია ყველაფერი და იმდენად აქმადია, სულ არის კონტროლი ამაზე, რომ რამე დაბინძურება არ მოხდეს პირველ რიგში, არის ეს თევზების სახეობები სამწუხაროდ გაქრა აქ რამოდენიმე ჯიში, მაგრამ ახლა არის, რომ წამოვიდა გამოჩნდა ახლა მაგალითად კაპარჭა ასეთი თევზი, რომელიც არ იყო და უკვე გამოჩნდა. აქ როგორც ხედავთ, ეკოსისტემა თავისი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. თუ უფრო მეტად უსურს მისი გაცნობა, აუცილებლად უნდა შემოვიდეთ ფიჩორას არხებში, რომელიც უფრო მეტად არის დაბურული და აქ გავლა მხოლოდ აი ასეთი პატარა ნავებით არის შესაძლებელი. საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ჩარევამ, განსაკუთრებით ჭარბმა თევზჭერამ, მდინარეების გამდინარე ქსელის შეცვლამ და ზღვის დაბინძურებამ მკვეთრად შეამცირა ეს მრავალფეროვნება. ფარღა და ლეშა, სახეობები, რომლების კოლხეთის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი იყვნენ, დღეს უკვე აღარ გვხვდება. მათ ბიოლოგიურ ადგილს ვერავინ იკავებს.
პელენგასი და გუწუ გადაშენების ზღვარზეა. ეს არის ეკოლოგიური სიგნალი იმისა, რომ წყლის სისტემა თანდათან კარგავს ბუნებრივ წონასწორობას. წყლის გამჭვირვალობა, ჟანგბადის შემცველობა და ტემპერატურული ბალანსი. ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თევზების გამრავლების ციკლზე. და როცა ეს ირღვევა, მაშინ ყველაზე დიდი მტაცებლიდან დაწყებული მიკროორგანიზმით დამთავრებული ეს ბალანსი ირღვევა. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ეს ბალანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგრამ ბუნება გაფრთხილებას გვაძლევს, რომ ზოგჯერ ერთხელ დარღვეული ბალანსი ხშირად აღსადგენად საუკუნეებს მოითხოვს. მცენარეების ქვეშ გაცილებით უფრო ფრთხილი ბინადრები იწყებენ საკუთარ დღეს. კოლხეთის ჭარბტენიან დღეებში ანკარაგველები უხვად ბინადრობენ. ტორფსა და წყალმცენარეებს შორის ანკარაგველი ნელა მოძრაობს. მისი სხეული გლუვად და უხმაუროდ ერწყმის გარემოს. გველი აშკარად ცდილობს ბაყაყზე ნადირობას. ახლა მე სადაც ვდგავარ, ეს საკმაოდ არამდგრადი ნიადაგია. ეს გახლავთ ტორფნარი ნიადაგი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაშლილი ორგანული მასებისგან არის წარმოქმნილი და რომელიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირბადს. ის ღრუბელივითაა და ფაქტობრივად ეხლა მე ფეხი მიდგას წყლით სავსე მიწის ღრუბელზე. 1996 წელს საქართველოს შეუერთდა რამსარის კონვენციას. შეთანხმებას, რომელიც ჭარბტენიან გარემოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცავს. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში კოლხეთის ტორფნარები და ჭაობები აღიარეს მსოფლიო მნიშვნელობის ზონებად. ტორფნარი ერთი შეხედვით უბრალოდ სველი მიწაა, მაგრამ მის სიღრმეში ინახება მექანიზმი, რომელიც პლანეტის ბალანსს ინარჩუნებს. კოლხეთის ტორფნარები ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილი ორგანული ფენის ცოცხალი არქივია. ეს არის პერკოლაციური ტიპის ტორფნარი, ისეთი, რომელიც მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება. ანუ მას გრუნტის წყლები არ კვებავს. მსოფლიოში ასეთი ტიპის ტორფნარი მხოლოდ ორი არსებობს, ერთ-ერთი სწორედ აქ, კოლხეთშია. და იმდენად კარგად არიან შეგუებულები ეს ამ გარემოს, რომ სფაგნუმის სახეობები კოლხეთში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევიან 36 სანტიმეტრი წელიწადში. ეს ძალიან მაღალია, მსგავსი არ არსებობს და იყო მხოლოდ 11 არგენტინაში ანდორაველის ტორფნარი, მაგრამ 36 სანტიმეტრის ძალიან მაღალია. ისე ამ გარემოს, ან ჟავე გარემო, წყლიანი გარემო, ჟანგბადი არ არის და გაღწნას შესაბამისად არ ხდება და მთლიანი 8 მეტრის სიღრმეზე სუნთლად გაუხრწნელია. თითოეული სანტიმეტრი მილიარდობით მიკროორგანიზმის შრომის შედეგია, რომლებიც წლიდან წლამდე ნელ-ნელა თითქმის შეუმჩნევლად შლიან მცენარეულ მასალას. სწორედ ეს ნელი დაშლა ქმნის ტორფს. ბუნებრივ საწყობს, რომელიც შთანთქავს და ინახავს ატმოსფერულ ნახშირორჟანგს.
და როდესაც უკვე ქონდა ჩვენ ეს ტორფნარი ნიადაგი ქარით და წყლით, სფაგნუმის სპორები მოვიდა, ხავსი და დასახდა ამ ტორფნარზე. მაგრამ განსაკუთრებული არის კიდევ ის, რომ სანამ სფაგნუმი მოვიდოდა, მანამდე ტყე ქონა, ჩვენი რელიქტური კოლხური ტყე, რომელიც 20 მილიონი წლისაა. ამ ტყის შუაგულში ჩამოყალიბდა სფაგნუმიანი ტორფნარი, გუმბათი, რომელიც 1700-1800 წლისაა. სფაგნუმიანი ტორფნარი ჩამოყალიბდა ისე, რომ ტყე არსად არ წასულა. ეს ერთი მთლიანობა და ამ გეოლოგიამ შემდეგ განსაკუთრებული კლიმატი ჩამოაყალიბა. მსოფლიოს მასშტაბით ტორფნარები იკავებენ ხმელეთის მხოლოდ 3%-ს. მაგრამ ინახავენ პლანეტის ნახშირის მეხუთედზე მეტს, ვიდრე ყველა ტყე ერთად. ეს მათ აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ ნახშირბადის საცავად დედამიწაზე. ეს სისტემა აქ ისევ უცვლელია. წვიმა, რომელიც ფოთლებს ეცემა, ნიადაგში იწოვება და გარკვეული დროის შემდეგ ისევ ატმოსფეროში ბრუნდება. აი, რასაც ხედავთ, ესენი არის დამპალი ფოთლები, რომელიც საუკეთესო ჰაბიტატს ქმნის ამ მცენარეებისთვის და ნიადაგისთვის. ეს არის დახურული სისტემა, სადაც არაფერი იკარგება. გამაგრილებელ მოწყობილობას წარმოადგენს კოლხეთის ეს იმნეთის ტორფნარი. ტემპერატურა თვითონ ტორფნარში მუდმივია, არასდროს არ იცვლება, თან წყლის დონე მუდმივია, არასდროს არ იცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორი კოკისპირული წვიმაც არ უნდა იყოს, ყველაფერი რომ დაიტბოროს, არასდროს იმნეთის ტორფნარი წყლის ქვეშ არ აღმოჩნდება, იმიტომ რომ თვითონ მცენარეს, რომელიც აქ დომინანტობს, სფაგნუმს შეუძლია ძალიან დიდი რაოდენობით წყლის შეწოვის უნარი გააჩნია. ტორფნარის ზედაპირი უძრავი ჩანს, მაგრამ ქვემოთ მუდმივი მოძრაობაა. წყლის ნაკადები ორგანულ ნალექს ცვლის. სოკოები განაგრძობენ უხილავ მუშაობას. ეს პროცესები იმდენად ნელა მუშაობს, რომ 1 მეტრი ტორფის ფორმირებას 1000 წელზე მეტი სჭირდება. მაგრამ ამ ნაზი წონასწორობის დარღვევა საკმაოდ მარტივია. ერთი არასწორად გაჭრილი არხი, ერთი გამომშრალი ადგილი და ათასობით ტონა ნახშირბადი უკვე ჰაერშია. შესაბამისად, ეს ტორფნარი არ არის მხოლოდ უბრალო პეიზაჟი. ეს არის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კარგად ყოფნა ნიშნავს პლანეტის ეკოლოგიური და კლიმატის ბალანსის დაცვასაც. აქ თავმოყრილია საქართველოს ტორფნარების თითქმის 60%. მათ შორის იმნათის ტორფნარი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია მსოფლიოში. ვაკ ხელსაწყო, როდესაც კვლევებს ვაკეთებ, სამეცნიერო კვლევებს, არის სპეციალური ბურღი ტორფისა, რომლიდანაც ვიღებთ სინჯებს. ეს თვითონ ეს ბურღი ტორფის 50 სანტიმეტრში იღებს ტორფის ფენებს და აქ ამ ტორფის ფენებიდან ტვრის მარცვლის ანალიზის საფუძველზე ვადგენთ ანუ როგორი იყო კლიმატი რამდენიმე მილიონი წლის წინ, რა იყო, რომელი მცენარე იზრდებოდა, მიწათმოქმედების რა დარგები იყო, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, თუ რა მარაგი არსებობს ნახშირბადის ამ პერკოლაციულ ტორფნარებში. კოლხეთის ტორფნარები ყველაზე ღრმა ტორფნარია მსოფლიოში. 16 მეტრის სიღრმით იმნათში.
სფაგნუმისის სახეობა კი, რომელიც ისპანიურშია, უკვე გამქრალია ევროპაში და ის ხელოვნურად მოჰყავთ. ამ ხავს ისეთი ფაშარი აგებულება აქვს, რომ წყალი ბოლომდე შეღწევადია, თავისუფლად მოძრაობს და აი საოცარი თვისება არის აგრეთვე, რომ 20-30 ჯერ მატულობს ზომაში, როცა ძლიერი წვიმებია. აი სიმძიმით გაჟღენთილი ეს ხავსი აწვება ქვედაფენად, წყალი გადაედინება და ტერიტორია ბოლომდე არასოდეს არ იტყორება. ერთგვარი ბუფერის როლს თამაშობს ხმელეთსა და ზღვას შორის. აგრეთვე საოცარი ფილტრაციის უნარი აქვს, წყალი ძალიან სუფთაა და ამ ხავს ამ ტორფნარებზე ხარობს ისევ და ისევ აი ტაიგის ზონისთვის დამახასიათებელი ბალახეული მცენარეულობა. ეს არის ჩრდილოეთის სისლი, რინხოსპორა და წერიჭამია დროზერა. სამი 1000 წლის წინ ეს ადგილი იყო ლაგუნა, შავი ზღვის ერთ-ერთი ყურე. დროთა განმავლობაში მოტანილმა შლამმა ეს ყურე გადაკეტა და ფიჩორადან შემოსულმა წყალმა ის გაამტკნარა. აქაური იხტიოფაუნა სხვადასხვა სახეობის უამრავი თევზით გამდიდრდა. შემდეგ ეს ზღუდე ხელოვნურად მოიშალა, რის შედეგადაც მტკნარი წყალი იწყებს გამლაშებას, რაც თავისთავად ამცირებს თევზების სახეობათა მრავალფეროვნებას. შემოდგომა ზამთრის პერიოდში აქ შეიძლება ვნახოთ ეგრეთ წოდებული ფრინველთა სამხრეთის ბაზარი. მე ასე ვიტყოდი, როცა პოლარეთში უკვე ჩრდილოეთის ბაზარია, ჩვენთან სამხრეთის ბაზარი. როცა დაიწყება აცივება, ჯერ ხდება მიგრირებადი ფრინველებიდან მტაცებელი ფრინველების გადაფრენა ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენ დღეში დაგვიფიქსირებია 2000, 2500, 3000-მდე ინდივიდი, თქვათ კრაზანაჭამი, ანუ ირაო, შავი ძერა. როცა სამხრეთ რუსეთში მდინარეები იყინება, აქაურობა გადამფრენი ფრინველების ნამდვილ სამოთხეს ემსგავსება. ზამთრის დასაწყისში, როცა ჩრდილოეთის ქარები გაძლიერდება და სამხრეთ რუსეთის მდინარეები სქელ ყინულში იძირება, ცხოვრება იქ ჩერდება. მაგრამ იმავე წუთიდან 100 კილომეტრის დაშორებით კოლხეთის ჭაობები იღვიძებს. იწყება ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მიგრაციული სანახაობა ბუნებაში. ათასობით ფრინველი, ბატები, იხვები და ყანჩები ჩამოდიან ზუსტად ამ ადგილას. ერთხელ აქ ფლამენგოც კი დააფიქსირეს. თითოეული მათგანი გადალახავს ასეულობით კილომეტრს, რათა იპოვოს უსაფრთხო თავშესაფარი. საკვები და სითბო. ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ ფლამენგოს დაფიქსირდა, ეტყობა ცოტა გზა აებნა ალბათ და ჟერო, ეს ძალიან დიდი ზომის ფრინველია და ეს ფრინველები მასიურად არის. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო 5 წელიწადია ჩვენ ვაკვირდებით, რომ შემცირებულია ფრინველების ეს რაოდენობა. ფრინველებმა მე მგონი ცოტა იკლო რა, სხვათა შორის, რო იყო მაგალითად წლების უკან იმ დონემდე არა ფრინველები, ეს გამოიწვია ალბათ გლობალურმა დათბობამ შეეხო ან მიგრაციის ადგილი შეიცვალენ, ან იმაზეც საუბრობს და ჭობს, რომ განათდა უფრო ავტობანები გაკეთდა, ეგრე ტერმინალი აშენდა, ეხლა
და ეს ადგილებს მიგრაციისთვის ხმარობდნენ მაშინ ფრინველები. დათვლის მეთოდიკა არსებობს ამ ფრინველების, როდესაც ჩვენ მაგას ვითვლით და ამაში ძალიან მაღალ დონეზეა ჩართული ილიას უნივერსიტეტი, ბატონი ჯავახიშვილი და 80,000, 100,000-ის დაფიქსირებულა აი ეს გარეული ფრინველების რაოდენობა. ახლა შემცირების სავარაუდო მიზეზი ჩვენი აზრით არის ან მარშრუტის შეცვლა და უფრო ნაღდი მიზეზი არის გლობალური დათბობა, რადგან არ იყინება იმ ჩრდილოეთში ის გუბურები, ის ტბორები, ის მდინარეები, რომელიც ამათი ჰაბიტატია და ფრინველებმა ალბათ ის გადაწყვეტეს დარჩენა. დილით, როცა ნისლი ჯერ კიდევ ფარავს ჭაობის ზედაპირს, ჰორიზონტზე იწყება მოძრაობა. ჯერ სუსტი ხმა. შემდეგ ფრთების რიტმული შრიალი და მალე ცა ივსება თეთრი და ნაცრისფერი სილუეტებით. ეს არის სიცოცხლის მარში, რომელიც წლიდან წლამდე განმეორდება. აქ მათ ეძლევათ ძალების აღდგენის შანსი. სანამ გაზაფხულზე კვლავ ჩრდილოეთისკენ აიღებენ გეზს. მათი ყოფნა კი ამ ტერიტორიის ეკოლოგიურ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. და როცა ზამთრის ქარები გადაივლის, ამ ფრინავ არსებათა გუნდები ისევ მოემზადებიან გზისთვის, იმავე მარშრუტით, იმავე ზუსტად გამოთვლილი მიმართულებით. თითქოს უხილავი ორკესტრის დირიჟორი მართავდეს მათ ფრენას. ეს არის ციკლი, რომელიც არ ჩერდება. კლიმატური დათბობა უკვე ცვლის ამ რეგიონის სეზონურ ბალანსს, რაც პირდაპირ მოქმედებს იმ მცენარეებსა და ცხოველებზე, რომლებიც მხოლოდ ამ პირობებში არსებობენ. ცნება ისაა, რომ ჩვენ მომავალ თაობას ეს დარჩეს ასე ხელუხლებელი და ველურად შენარჩუნდეს ყველაფერი და აქ რო ინფრასტრუქტურები ჩაიდგას და რაღაცა ამ ეფექტსაც დაკარგავს ალბათ, რა თქმა უნდა, რომ რაც აქ ამას თავის სილამაზით თუნდაც ეს ამაზონის ხედვით შორიდან შეხედო ამაზონის გავს და იმით გამოირჩევა, რომ ველურია ყველაფერი და ხელშეუხებელია ადამიანების მიერ და მირჩენია კიდევ ჩვენ თაობას რომ დარჩეს ის მომავალ თაობას ისე ასე ხელუხლებელი ველური ბუნება, რაც არის ამჟამად და კიდევ ის მინდა რომ რაც გაქრა აქედან ისინი თუნდაც ცხოველები იქნებოდნენ, თუნდაც თევზის სახეობები იყოს თუ დაბრუნდეს ისე და მაგრამ კოლხეთი ჯერ კიდევ სუნთქავს. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები წყლის ბუნებრივი ცირკულაციის აღსადგენად და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რეინტროდუქცია. UNESCO-ს რომ დაუმტკიცო რომ რაღაც ღირებული აუცილებელი არის ძალიან ისეთი ღრმა სამეცნიერო კვლევები. ეს ჩვენ გავაკეთეთ. ბუნებრივი ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერი არის გაკეთებული არქეოლოგიის დარგში, რომ ვიღაც უნდა დაიწყოს, რომ მომზადდეს ზუსტად ისეთი სამეცნიერო დოსიე და კოლხეთი ერთდროულად გახდება ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, რომელიც თითზე ჩამოსათვლელია. იმედი ახლა მეცნიერებაშია. და ადამიანებში, რომლებიც მზად არიან მოусმინონ ბუნების ნელ, მაგრამ თანმიმდევრულ ხმას.